ამასობაში ხა ცოტა გადავდივარ შემდეგ თემაზე, მამის ხმა ისმა, მამა ღმერთის ხმა, რომ ესე არის ჯეჯემი საყვარელი, ამის ისმინეთ, ესე იგი, აი, როდესაც ეს სიტყვები მოისმინეს, საბოლოოდ მაშინ, ესე იგი, გაიგეს თუ ვისთან აქვს, ვისთან არის და მისგან გაიგეს, რომ თურმე განხორციელებულა სიტყვა, ანუ ძე მამისა, სამებისაგან ერთი და ესეთნაირად მოხდა კაცობრიობის გამოხსნა. აი, ილიამ და მოსემ შეიტყვეს მაშინ. და ესენი როგორც მონები ისე იდგენ, მან მოიყვანა ისინი. და ისინი ხედავდნენ მოციქულებს, რომელთაც უნდა გაეგრძელებინათ ეს საქმე, ის რაც მათი დაწყებული იყო ამ წინასწარმეტყველების და მოციქული ხედავდნენ მოციქულები წინასწარმეტყველებს, რომელიც როგორც მოგახსენეთ იცნეს, ვინც არის და აი ამ მათი მოსვლით გულისხმ ჰყვეს, ანუ ამ მათი მოსვლით მიხვდნენ საბოლოოდ, რომ რადგან მოსე და ილია მოვიდნენ, ვისთან მოვიდნენ? იმასთან, ვინც არავინ არ იცოდა მოსეს საფლავი სად იყო და არავინ, ესე იგი, უფალმა დაფლა მოსე. და აი მოვიდნენ თავიანთ უფალთან, ანუ ქრისტე არის მოსეს უფალიც და ქრისტე არის ილიასიც, იმიტომ რომ ილიას ზეცად რომ ამაღლდა არავინ აღარ იცის სად არის და იმან კიდევ ჩამოიყვანა იქიდან. ამაზეა. და არც საფლავი იცოდა და არც იცოდა ილიას ადგილსამყოფელი. მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც დაფლა და ვინც აღიყვანა ზეცად, მხოლოდ იმას შეეძლო, ესე იგი, მათი მოწვევა და მოყვანა აქ ამ ადგილას და ამით მიხვდნენ მოწაფეები, რომ ეს არის იგი, ვისაც ხელმწიფება აქვს, ანუ ვისაც ხელმწიფება ჯოჯოხეთზეც და ცათა, ესე იგი, ზესკნელ ცათაზეც. ნახეთ რა საინტერესო ის არის, რომ მიხედეს ურთიერთას, ანუ ერთმანეთს შეხედეს ძველი აღთქმის წინამძღვრებმა და ახალი აღთქმის წინამძღვრებმა. ესე იგი, ფაქტიურად ეს გაერთიანება მოხდა ძველი და ახალი აღთქმის თაბორის მთაზე. იმიტომ რომ მოსე და ილია ესენი არიან ჟულისმდებელი და ესე იგი, მთავარი წინასწარმეტყველები, ესე რომ ვთქვა, ძველ აღთქმაში და პეტრე არის, მოციქულთა თავი აქა, იოანე არის და იაკობი, რომელთაც უნდა ძველი აღთქმის ეკლესია განაახლონ, პეტრემ უნდა აღაშენოს, იმიტომ რომ პეტრეს ეუბნება, შენ ხარ კლდე და შენ ამ კლდეს ამას ზედა უნდა აღვაშენო ეკლესია ჩემი, ანუ ძველი აღთქმის კარავი, ძველი აღთქმის ეკლესია გადადის ახალი აღთქმის ეკლესიაში, უფრო სწორედ მათი გაერთიანება ხდება.